ხატრული ტანვარჯიში 7 წლის ასაკში დაიწყო. ვიქტორია შელია ბაბუამ თავდაპირველად თბილისის 157 სკოლაში მწვრთნელ ნანა სიხარულიძესთან მიიყვანა, რომელმაც პატარა გოგონას სპორტული მონაცემები მაშინვე შეამჩნია და ურჩია პროფესიულ ტანვარჯიშზე ევლო. ვიქტორიამ მწვრთნელ ლუბა სერგოვანცევასთან დაიწყო ვარჯიში და 8 წლის ასაკში უკვე წარმატებებს მიაღწია. ჩემი პირველი ტურნირი იყო უკრაინაში, ქალაქ მუკაჩოვაში. იქ პირველი ადგილი დავიკავე, რის შედეგადაც უფრო სერიოზული გახდა ჩემთვის ტანვარჯიში და დღემდე ვარ საქართველოს ჩემპიონი იუნიორთა შორის. ამას პარიზის, ისრაელის, მოსკოვისა და სტამბულის წარმატებული ტურნირები მოყვა. ასევე საქართველოს ჩემპიონატები ტანვარჯიში, სადაც ჩემპიონის ტიტული არაერთხელ მოიპოვა და საპრიზო ადგილებიც ერგო. ახლახან ვიქტორია შელიამ იუნიორებიდან სენიორ ტანმოვარჯიშეებში გადაინაცვლა. დეკემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ტანვარჯიშის სხვადასხვა სახეობაში 4 საპრიზო ადგილი დაიკავა. იყო საერთაშორისო ტურნირი ლუქსემბურგ კაპ, გამოდიოდა 30 ქვეყანა და 500-მდე მონაწილე. ძალიან ძლიერი ქვეყნები იყვნენ, დაწყებული რუსეთიდან, ამერიკა, ისრაელი, უძლიერესი ტანმოვარჯიშეები იყვნენ და გამოდიოდი სენიორებს შორის, სადაც დავიკავე 4 პირველი ადგილი და 1 მეორე. პირველი ადგილი დავიკავე მრავალ ჭიჭში, დავიკავე ბურთში, ასევე დავიკავე ღურძებში და ბაბჩში. მეორე ადგილი სამწუხაროდ რგოლში 2016 წლიდან ვქნები სენიორებში, ანუ უფრო სასაკში, უფრო დიდი კონკურენცია არის, მაგრამ ვეცდები იქაც არ შევარცხუნო საქართველო და გავამართლო ყველას იმედი. ამასთან ვიქტორია წარჩინებული მოსწავლეა. თავდაპირველად უჭირდა სწავლისა და ტანვარჯიშის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს უკვე ცხოვრების წესად ექცა, რაშიც ახალგაზრდა სპორტსმენი მწვრთნელს და ოჯახის წევრებს ემადლიერება. თავარი არის, იყო მიზანდასახული, არ უნდა გეზარებოდეს არასოდეს, უნდა ზოგჯერ დააძალოს საკუთარ თავს. არის რა თქმა უნდა ისეთი დღეები, როდესაც ძალიან გიჭერს ვარჯიში ან რამე გტკივა, მაგრამ მადლობა ჩემ მწვრთნელს, რომელიც მიიგებს და ვცდილობთ, ასე ვთქვათ, დავამარცხოთ ეს დღეები. მინდა ყველას ვურჩიო სიარული სპორტზე, რადგან სწავლა და სპორტი ერთმანეთს ძალიან უხდება. პირიქით, უფრო დიდი სტიმულია ჩემთვის. ძალიან მშრომელი ბავშვი იყო თავიდანვე. ახალი წლიდან უკვე იწყებს დიდ შეჯიბრებაზე გასვლას. ეს იქნება მსოფლიოს თასის და გრან-პრის შეჯიბრებები. ვიქტორია შელია ოჩამჩერიდანაა. ამბობს, რომ მისთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის. მის ოჯახში ბევრს საუბრობენ აფხაზეთზე. სულ მიყვებიან ყოველდღე თუ როგორი ლამაზი არის ოჩამჩირე, როგორი ლამაზი ბუნება აქვს მთლიანად აფხაზეთს და ძალიან მინდა ნახვა. ყოველდღე მესმის არა მხოლოდ ოჯახის წევრებისაგან, არამედ კლასელებისაგანაც. იძახიან, რომ ყველაზე ლამაზი იყო და რა თქმა უნდა ძალიან მინდა ნახვა. მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ წელსა და შობას. მინდა რომ ეს წელი იყოს ყველასათვის განსაკუთრებული. მინდა ვუსურვო ყველას, ყველაფერი საუკეთესო და იმედი მაქვს ეს წელი იქნება 2015 წელზე უკეთესი.